ეს არის ერთგვარი ცდელობა იმისთა, რომ აი ის კითხვები, რასაც ალბათ დავისვამდა პროპაგანდისტული მედიის წარმომადგენლები ჩვენ პირდაპირ ეთერში არასდროს არ გვეპატიჟებიან ხოლმე ისინი შევეცადოთ და ასე ვუპასუხოთ, ამიტომ გარდა იმისა, რომ ჩვენი ხარდამჭერები და მომხრეები შეიძლება ჩაერთონ ამაში, მე ალბათ მათ არ ეცკენებათ, უფრო გამიხარდება თუ ნეიტრალური მოქალაქეები, ან თუნდაც განსხვავებული საპირისპირო აზრისა და პოზიციის, მაგალითად ქართული ოცნების ამომრჩევლები შემოგვიერთდებიან ამ ლაიფში, ხო? რომ მათაც გაიგონ ჩვენგან ჩვენი პოზიციების შესახებ. ეხლა რაც შეეხება ტექნიკურ ნაწილს, ხო? ესე გავაკეთებთ ამ ლაივს, რომ მე ChatGPT-ს დავუსვეთხვი, რომ მან შეითავსოს პროპაგანდისტული მედიის წარმომადგენლის როლი და ისე დამისვას შეკითხვები, როგორც მისი აზრით ისინი დასვამდნენ ამ შეკითხვებს. ამიტომ ამ დავალებას მე მას მივცემ ინგლისურ ენაზე და ის მე მომცემს შეკითხვებს, რომელსაც მე შემდეგ გავცემ პასუხს და შემდეგ ის მომცემს სხვა შეკითხვას. ხა ბუნებრივია ამას აქვს თავისი შეზღუდვები, რომ მაგალითად ვერ გამოვწყვეტინებს საუბარს და სანამ მე არ ვეთქვი რომ დამისი შემდეგ შეკითხვა ვერ დამისვავს. ასევე ჯერჯერობით ეს მოდულები ქართულად კარგად ვერ წერენ და ვერ გთხოვ და უჭირთ ხოლმე, ამიტომ კითხვები მათგან გამოვა ინგლისურ და ქართულ ენებზე პირდაპირ ეკრანზე და მაყურებელი შეძლებს რომ წაიკითხოს თვითონ რა კითხვებს სვამს. ამიტომ ხელოვნური ინტელექტი შეეცდება ის დამაკლის შეავსოს ძალიან ნერვიულობს თვითონ რაც რო უთხარი ეგეთ საქმეში და დამეხმარო მეთქი ძალიან ანერვიულობდა და მეგონი რომ ნახოთ როგორ გაპარტნიოს თავს ამ ყველაფერს. მაგრამ ჩვენი ამოცანა ესაა, არო ვერთობით, ჩვენ გვინდა მივაწვო, ამით გავარღვიოთ ის ცენზურა, რომელიც არსებობს პროპაგანდისტულ მედიაში დაწესებული ქართული ოცნების მიერ. ახლა თხოვ რომ დამისვას უკვე პირველი შეკითხვა. და ხო, ეს არის დავალება, რასაც მას ვაძლევ და ახლა თხოვ რომ დამისვას უკვე პირველი შეკითხვა. ხო, ესე საოცრ, მე მგონი ესეთი მოსალოდნელი ალბათ შეკითხვა არის, რასაც შეათ აბრალებენ ხოლმე პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო ორგანიზაციებს, რომ ისინი ვთქვათ რაღაც ქაოსსა და არასტაბილურობას ქმნიან. მე მინდა თქვა ამასთან დაკავშირებით ერთი რა არის ის თემები, რაზეც ჩვენ თავისუფლების მოედანი ვსაუბრობთ ხომ? რა არის ის საკვანძო საკითხები, ის ღირებულებები, რომელზეც ჩვენ საუბრობთ? ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ ამ ქვეყანაში უნდა არსებობდეს საზოგადოების ხალხის მიმართ ანგარიშვალდებული ხელისუფლება, რომელიც ხალხს აბარებს ანგარიშს და არა მათ დამორჩილებას და დამონებას ცდილობს. ჩვენ ვამბობთ იმას, რომ ამ ქვეყანაში არჩევნებს აზრი უნდა გქონდეს და ხალხი უნდა წყვეტდეს, ვინ იქნება ხელისუფლებაში და არა ხელისუფლება წყვეტდეს, როდის წავა, როდის მოვა და როდის ვინ იღებს მონაწილეობას მმართველობაში. აქ არ ერთი კაცი. საერთოდ ჩვენ თავისუფლების მოედანი ვლაპარაკობთ იმაზე, რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი და სასამართლოში სამართლის პოვნა უნდა შეეძლოს ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს და არა მხოლოდ მას, ვისაც გააჩნია უსაზღვრო ფული და ძალაუფლება. ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ქვეყანაში უამრავი ბავშვი შიმშილობს, არის დიდი სიღარიბე, არის დიდი უშევრობა, არსებობს რეკორდული ემიგრაცია ქვეყნიდან, ქალაქები და სოფლები სარიელდება. ან რეალურად ჩვენ ვლაპარაკობთ იმ რეალურ პრობლემებზე, იმ სიმართლეს იმ რეალურ პრობლემებზე, რომელსაც ყოველი საქართველოს მოქალაქე და ოჯახი განიცდის ან უშუალოდ ხედავს. და ამიტომ მე არ გონია რომ სიმართლის თქმა დესტაბილიზაციას იწვევდეს ქვეყნის ან აზიანებდეს მის საერთაშორისო იმიჯს. სინამდვილეში რაც აზიანებს საქართველოს და მის საერთაშორისო იმიჯს ეს არის ეს ძალადობა, რასაც ჩვენ ვხედავთ, დემოკრატიის მოხჭობა, თავისუფლების აღკვეთა ქვეყანაში ამ სინცდელობა, ქვეყნის იზოლაცია, მისი რუსეთში დაბრუნებისკენ ცდელობა და აი ამ რაღაცა ბატონყმური წყობილების ჩამოყალიბების ცდელობა,
საქართველოში. ამიტომ არა სიმართლე ვეროსდოს ვერ გამოიწვევს დესტაბილიზაციას გამოიწვევს უსამართლობა, ადამიანების ჩაგვრა, კორუფცია და ამ ქვეყნის მიერ შექმნილი დოლათის მიტაცება. ამიტომ არა ჩვენ არ გვეშია იმის რაზეც საუბრობ და თუ კი სიმართლის თქმა ქვეყანას არაფერს ემუქრება, მაგრამ თუ კი სიმართლის თქმა შეარყოს ქართულ ოცნებას და ქართულ ოცნებას უქმნის პრობლემებს დაეშეუქნას, შეიძლება ეს იქნება სურიად დამსახურებული ისთვის. აი კრიტიკული შეკითხვა აქაც იმასთან დაკავშირებით, რომ ხომარ რატომ არის რომ ჩვენ ვთქვათ მხოლოდ კრიტიკით ვართ თურმე დაკავებული და კონკრეტულ გადაწყვეტილებას არასოდეს თავაზობთ საზოგადოებას, ხო? სინამდვილეში ეს ასე არ არის. ჩვენ რა თქმა უნდა ვაკრიტიკებთ ქართულ ოცნებას და მის უსამართლო მმართველობას ქვეყანაში, მაგრამ ასევე თავაზობთ საზოგადოებას გამოსავალ სახედან. ვინც დაინტერესებულია მაგალითად ჟურნალისტი, რომელსაც სინამდვილეში სურს რომ გამოიკვლიოს და ნახოს რა გადაწყვეტებს თავაზობთ ჩვენ პოლიტიკაში საზოგადოებას, ეს ძალიან ადვილი გასაკეთებელია. მაგალითისთვის აი უახლოესი რამდენიმე თვის მაგალითი რომ მოვუყანო, თავისუფლების მოედანმა ბუშინ წარმოვადგინეთ ჩვენი ხედვა იმაზე თუ როგორ უნდა დავიცვათ მშვიდობა ქვეყანაში, როგორ უნდა გქონდეს სტაბილურობა, როგორ უნდა იყოს ქვეყნის თავდაცვის სტრატეგია. ცოტა ხნის წინ გამოვაქვეყნეთ ჩვენი ხედვა სოციალურ საცხოვრისთან დაკავშირებით, რომელიც მოგეხსენებათ არის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა ამ ქვეყანაში. თავისუფლების მოედნის პროგრამა თავისუფლად ხელმისაწვდომია ჩვენ ვებგვერდზე, სადაც შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენი ხელოვნების შესახებ განათლებასთან დაკავშირებით, ან მშვიდობასთან დაკავშირებით. მაგალითად, ძალიან ხშირად ყოფილა ისმის ხოლმე კრიტიკა ყველა მხრიდან, ერთი მხრივ საზოგადოებისგან, რომ პარტიები ასაუბრებენ ამ საკითხზე და მეორე მხრივ ვაბრალებენ პროპაგანდისტული მედია წარმომადგენლები, რომ აი ჩვენ არ ვიცავთ მშვიდობას და სინამდვილეში მშვიდობას იცავს განვითარებული ქვეყანა, ძლიერი ქვეყანა, მოქმედი ინსტიტუტების, სამართლიანი პოლიტიკური სისტემა და ამიტომაც ეს ყველაფერი არ არის მართალი. სინამდვილეში ჩვენ გვაქვს ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ჩვენი ძალიან ნათელი და კონკრეტული ხედვები და პირიქით მზად ვართ იმისთვის, რომ ამაზე ვესაუბროთ და ვიკამათოთ სკვებს. იქნებიან ეს ოპოზიციური, სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, თუ იქნებიან სხვები, თუნდაც ქართული ოცნების წარმომადგენლები. ძალიან სამწუხაროა ის, რომ ისინი გაურბიან დებატებს. აი მაგალითად მეც ახლა თავისუფლების მოედნის პოდკასტზე მინდა მოიწვიო ნებისმიერი მათგანი. იქნებიან ისინი მათი წარმომადგენლები, მათი ლიდერები, სხვები და ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ უნდა გამოვიდეთ იმითარები და რომელშიც ვთქვათ. ამიტომ ის არ არის სიმართლე, რომ ჩვენ მხოლოდ ვაკრიტიკებთ, მეტიც მიუხედავად იმისა, რომ ესეთ რთულ ვითარებაში ვართ, როდესაც საზოგადოება მთლიანად მათ შორის პოლიტიკური პარტიები მოქცეულია ძალიან დიდი ზეწოლის რეპრესიების ქვეშ, ჩვენ მაინც ვახერხებთ იმას, რომ შევქმნათ დრო და სივრცე იმისთვის, რომ მნიშვნელოვან პოლიტიკურ პრობლემების მოგვარების პოლიტიკურ გზებზე ვისაუბროთ. ამიტომ ლოზუნგებზე ბევრად მეტია თავისუფლების მოედანი და აი ამ რეალური პოლიტიკის სივრცის შექმნა ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამ სივრცეს აქვს თვითონ ქართული ოცნება. ჩვენ ყოველთვის ზაფხობთ იმისთვის, რომ ვისაუბროთ მათთან სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებს. შეკითხვა იმაზე, რომ ინვესტორებს და ეკონომიკას ხომ აგნებს არსებული ვითარება. ზოგადად სტაბილურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ნებისმიერ ქვეყნის განვითარებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის და იმ გარემოში, რომელშიც ჩვენ ვართ და აი აქ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ეს მოქალაქეები, რომელსაც შეიძლება აღელვებდეთ საპროტესტო აქციები და ასე შემდეგ, ყველაფერი რა ზიანსთვის ამ მოქალაქეებს მინდა უთხრა ერთი რა არის სტაბილურობა სინამდვილეში. და რა იზიდავს ინვესტიციასა და ეკონომიკურ ინვესტიციებს ეკონომიკაში, ხო? პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ინვესტორი, ნებისმიერი ბიზნესმენი იქნება ეს საქართველოს მოქალაქე თუ ვინმე სხვა, დაინტერესებულია იმით, რომ მას შეეძლოს საკუთარი საქმიანობის ისეთ გარემოში წარმართვა, რომელიც განჭვრეტადია და იცის რა წესები მოქმედებს ამა თუ იმ ქვეყანაში.
სწორედ ეს არის ერთ-ერთი რამ, რასაც ჩვენ ვუპირისპირდებთ, რომ ქვეყანა იმართება არა თანამედროვე სამყაროსთვის შესაბამისი კანონებით, რომლებიც უწევდება ყველაზე ერთნაირ, არამედ რაღაც ბანდიტური ქუჩის წესებით. აი თქვენ ყველანი ხედავთ, გესმით, უყურებთ მედიაში, არ ვიცი პროპაგანდისტული მედია ამას აჩვენებს თუ არა, მაგრამ სხვაგან ეს ალბათ შესამჩნევია, როგორი რაღაც ქუჩაში უკვე ბანდიტური ქურდული რაღაც გარჩევები და მკვლელობები ხდება, ხო? რა თქმა უნდა, ამის მიზეზი არის არა საპროტესტო აქციები, რომლებიც სწორედ ამას ითხოვს. კანონის უზენაესობას, დემოკრატიას და სამართლიანობას, არამედ სწორედ ეს ამ ქვეყნის გადაქცევა რაღაც ბანდიტურ სახელმწიფოდ, რომელიც მაფიოზური წესებით იმართება და არა ცივილური სამყაროსთვის შესაბამისი კანონებით. რა არის ასევე კიდევ შემადგენელი კომპონენტები სტაბილურობის, ხომ? ეს არის ის, რომ ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება ხდება არჩევნების გზით, მშვიდობიანად, ხდება რეგულარულად და ამის მიუხედავად სახელმწიფო მაინც იმართება ნორმალურად, ეფექტურად, ხომ? ამის საპირისპიროდ ჩვენ ხედავთ იმას, რომ ქართულმა ოცნებამ სამსახურებიდან გაუშვა ყველა ის ადამიანი, რომელიც იყო მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეული და შეეძლო საქმის კარგად კეთება. ამიტომ სტაბილურობაზე, როდესაც საუბრობ, ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზეც ასევე, რომ საჯარო სექტორი ამ შემთხვევაში მაგათად იყოს არაპოლიტიკური პარტიის კუთვნილება და ის პოლიტიკური ნიშნის ყეკდეს, ვინ გააკეთეთ საქმე იქნება, ვთქვათ, უფროსი სპეციალისტი ამა თუ იმ დეპარტამენტში, ამა თუ იმ უწყებს. არამედ არა ეს იყოს დამოუკიდებელი ავტონომიური სამსახური. ესეც არ აქვს. რა განაპირობებს სტაბილურობას? სტაბილურობას ასევე განაპირობებს ამა თუ იმ ქვეყნის საერთაშორისო ვითარება. და დღეს ქართულმა ოცნებამ ქვეყანა აქცია გარიყულ სახელმწიფოდ მთელი ცივილური საზოგადოებისგან, სადაც რა ვიცი, ეს ქვეყანა, რომელიც იყო ლიდერი ევროპულ ინტეგრაციაში, ლიდერი სახელმწიფო მმართველობის რეფორმებში და ბევრ სხვა რამეში და ჩვენ სამეზობლოში ძალიან ამაყად ვუყურებოდი, დღეს ავნოვჭდით აუტსაიდერი და საქართველოს ხშირად აღარ ახსენებენ ხოლმე და თუ ახსენებენ, ეს არის ნეგატიურ კონტექსტში. სანქცირებული ხელისუფლება, რომელიც სანქცირებულია იმისათვის, რომ თანაშრომლობდა რუსულ სპეცსამსახურებთან. თავს ავიდეთ და სანქციებს ან ადამიანთა უფლებებს მასობრივად არ უღოდა, ხო? ეს ფაქტორები უამრავი შეიძლება ჩამოთვალოთ, არის ეს ფაქტორები, როგორცაც ნებისმიერი ინვესტორი, ნებისმიერი ბიზნესმენი ცდილობს მიაქციოს ყურადღება და როდესაც იყურება ქვეყანაში, პირველი ამას კითხულობენ და როგორი ვითარება, როგორი პოლიტიკური სისტემა, სასამართლო არის თუ არა დამოუკიდებელი, რომ აი რაიმე თავარი მქონდეს ბიზნესთან, ხო, კლიენტთან, თანაინვესტორთან, სახელმწიფოსთან, სასამართლომ ეს გადაწყვიტოს დამოუკიდებლად და სამწუხაროდ, რა თქმა უნდა, ესეც არ გვაქვს ჩვენ ქართულმა ოცნებამ ნაციონალური მოძრაობის წინა ხელისუფლებიდან გადმოიბარა ის სასამართლო სისტემა, რომელსაც თვითონ უწოდებდა უსამართლოს, რომლის წინააღმდეგ ბრძოლის დროშიკაც ის მოვიდა ხელისუფლებაში და ახლა ძალიან გემრიელად იხენებს ამას საკუთარი ხეირისთვის, საკუთარი კორუფციული და პოლიტიკური მიზნებისთვის. ამიტომ, როდესაც ჩვენ ვაწყობთ აქციებს და კიდევ ბევრი იქნება მომავალში, ჩვენ ამ ყველაფერს სწორედ იმიტომ ვაკეთებ, რომ ეს ქვეყანა იყოს დემოკრატიული, თავისუფალი, მას ჰქონდეს ინსტიტუტები, რომლებიც ხალხზე ზრუნავენ, სახელმწიფო უწყებები და არა პარტიის რაღაც ლიდერებზე და ელიტის წარმომადგენლებზე და ასე შეიქმნა სტაბილური მდგომარეობა და სტაბილური ვითარება ქვეყანაში. კი, როგორც ხედავთ, ქართული თარგმანები ცოტა არ არის თქვათ გამართული, ამიტომ არის ორ ენაზე მოცემული, რომ აქ ლაპარაკი რიტორიკაზე და პოლარიზაციის გამომწვევ და გამხობ რიტორიკაზე. ამაზე რა შეიძლება თქვა, როგორც თავისუფლების მოედნის წარმომადგენელმა, ამაზე შეიძლება თქვა ის, რომ პირველი ოფიციალური განცხადება, რომელიც თავისუფლების მოედნმა გააკეთა მისი დაფუძნებიდან ძალიან მალე, იყო ის, რომ ჩვენ ვიმიჯნებით სიძულვილის ენას და არასოდეს არ განვიქანეთ სიძულვილის შემცველ რიტორიკას, დამამცირებელ რიტორიკას არავის წინააღმდეგ და პრინციპში ნებისმიერ ჟურნალისტს, მათ შორის პროპაგანდისტული მედიის წარმომადგენელს, რომელსაც ახლა ტექნოლოგია ასრულებს, შეუძლია ნებისმიერ ჩვენგანის, ჩვენი
ლიდერების მედია აუდიტიც გააკეთოს და ნახოს ეს შეიცავდა თუ არა მაგალითად ჩემი რომელიმე გამოსვლა სიძულვილის ენას. ეს ასე არ ერთ-ერთი ფაქტორი რაც იწვევს სიძულვილის პოლარიზაციას სწორედ ეს არის. სიძულვილის ენის გამოყენება და ჩვენ ხედავთ როგორ აქტიურად იყენებს ამას ქართული ოცნება და სამწუხარო პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი ამაში ზოგჯერ მონაწილეობს ხოლმე რაც ძალიან სამწუხაროდ და არასწორი. ეს იწვევს ადამიანების დეხუმანიზაციას, სხვადასხვა პარტიების მხარდამჭერების დეხუმანიზაციას და მე ამ ადამიანებს შორის მტრობის გაგვიობას. ჩვენ მოწოდებული ვართ არა იმისთვის რომ მტრობა არსებობდეს, არამედ პირიქით რომ ეს მტრობა გადაილახოს და კიდევ ერთხელ უნდა დაუბრუნდე აი ამ ინსტიტუტების და დემოკრატიის საკითხებს და რატომ? იმიტომ რომ რა ხდება, რატო ხდება პოლარიზაცია რეალურად? პოლარიზაცია ხდება იმიტომ, რომ არსებობს განსხვავებული მოსაზრებები რაღაც საკითხებზე, საგარეო საკითხებზე, საშინაო საკითხებზე, ქვეყნის მართვის მოდელებზე, დემოკრატია გვინდა თუ არ გვინდა, ადამიანის უფლებების დაცვა გვინდა თუ არ გვინდა, რისი დაცვა მინდა და რისი დაცვა არ გვინდა. შემდეგ, მაგრამ აღარ გვაქვს ფორუმი, აღარ გვაქვს სივრცე იმისთვის, რომ ერთმანეთს ვესაუბროთ, მაგალითად, ოპოზიციის მხარდამჭერები ესაუბრონ ქართული ოცნების მხარდამჭერებს. ასეთი რამე სამწუხაროდ აღარ ხდება და აღარ ხდება იმიტომ, რომ ქართულმა ოცნებამ განადგურებამდე მიიყვანა დემოკრატიული ინსტიტუტები და თავისუფლება ქვეყანაში და ამან ბიცგა ყველა მხარეს რადიკალიზაციისკენ. რა არის აქედან გამოსავალი? აქედან გამოსავალი რეალურად არის ის, რომ ჩვენ ისევ და ისევ უნდა აღვადგინოთ დემოკრატია ამ ქვეყანაში და ჩვენი განსხვავებული მოსაზრებები გავარკვიოთ და გადავწყვიტოთ არა ჩხუბით, არა სიძულვილის ენით, არა ერთმანეთის გამყოფი რაღაცა რიტორიკით და საქციელი, არამედ სამართლიანად და დემოკრატიულად არჩეულ პარლამენტში, საკრებულოებში, სადაც სხვადასხვა ადამიანების შეიკრიბები არ, რომლებიც წარმოადგენენ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს და შეეცდებიან ყოველ საერთო შეხების წერტილები, საერთო პოლიტიკა და მერე განახორციელონ ეს ყველაფერი. სამწუხაროდ ეს ვითარება ჩვენ აღარ გვაქვს, იმიტომ რომ ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს, გადაწყვიტა, რომ სამჯარო სამსახურები უნდა ემსახურებოდნენ არა ხალხს, არამედ მხოლოდ მას. გადაწყვიტა, რომ პოლიტიკური პარტიები არიან კრები და უნდა გააუქმოს და ჩაბროს და იჭიროს და პატიმროს და საჯოს და ასე შემდეგ. გადაწყვიტა, რომ მედია არის მტერი სამოქალაქო ორგანო, ყველას მიაქრა მტრის იარაღი. ხომ ეს დიდი პრობლემა, ესეთი მტრის იარაღი ხედეს მიკრა, იმიტომ რომ ჯეთი მარტივი სტრატეგია ამას იხენებენ ხოლმე ავტოკრატები, ისინი ცდილობენ რომ ყველაფერი დააბრალოს სხვას და თვითონ მერე გამოჩნდნენ როგორც ყველა პრობლემის გადამწყვეტი და ამიტომაც მთავარი ავშოთ ჩვენ უნდა მივახციოთ იმისთვის რომ არ გქონდეს პოლარიზაცია, იმისთვის რომ არ გქონდეს ერთმანეთთან მტრობა. აი ხა ამ ვითარებამ რაც გვაქვს, ხო ჩვენ ვიყვანა ძალიან რთულ ვითარებაში, ძალიან რთულ ვითარებაში, იმიტომ რომ რაც ოჯახებშიც კი არის კონფლიქტები, ადამიანები ერთმანეთს ვერ ესაუბრებიან, ძალიან განსხვავებული აქ ლაპარაკებიან ნათესავდა შენ ეს არ შეიძლება. აქედან გამოსავალი არის ის, რომ ჩვენ უნდა მივხვდეთ, რომ ერთი ქვეყნის მოქალაქეები ვართ და ხო, ჩვენი განსხვავებები უნდა გადავწყვეტოთ სხვანაირ ვითარებაში, სხვა გარემოში და დემოკრატიული და სამართლიანი წესით. სამართლიანობის გარეშე ჩვენ ვერ დავძლებთ ვერც პოლარიზაციას და ვერც სხვა პრობლემას. თავისუფლების მოედანზე არის ასევე შეკითხვა, რატომ უნდა დაიჯერონ ადამიანები რომ თავისუფლების მოედანი განსხვავებულია. ჩემი აზრით აქ რამდენიმე რამე არის. ერთი ეს არის თვითონ ჩვენი დამფუძნებლების წევრების წარსული. ნებისმიერი მათგანი შეგვიძლიათ ნახოთ რასაკეთებდა მანამ სანამ პოლიტიკაში მოვიდოდა და თქვენ ნახავთ იმას, რომ ისინი იყვნენ ყოველთვის თანმიმდევრულები თავის ასეულობებში, თავის ღირებულებებში და თავის პოზიციებში და რასაც ამბობდნენ, იმის ერთგულნი რჩებოდნენ ხოლმე. თავისუფლების მოედანში ვერ ნახავთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ამბობდნენ, რომ იბრძვიან დემოკრატიისთვის მაგალითად და სინამდვილეში იბრძოდნენ დიქტატორის შესაქმნელად ამ ქვეყანაში. ან ადამიანებს, რომელსაც ჰქონდათ ესეთი არჩევანი კერძო
რაღაც ხეილის და სარგებლის მიღებისა და ბელორუსული საზოგადოებრივი სიკეთისთვის მუშაობისთვის და ეს პირველი არჩიეს უკანასკნელს, ხო? ამასთანავე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი განმასხვავებელია თავისუფლების მოედნის და სხვებისგან და პრინციპში ყველა სხვა პოლიტიკურ პარტიისგან, ეს არის ის, რომ ჩვენ არ ვეკუთვნით არც ერთ პოლიტიკურ ოჯახს ამ ქვეყანაში. არც ქართულ ოცნებასთან ვართ დაკავშირებული, არც პირდაპირ და არც რაღაცა პოლიტიკური მემკვიდრეობით თუ რაღაც იგივე კავშირებით და არც წინა ხელისუფლების პოლიტიკურ ოჯახს. ანუ რეალურად თავისუფლების მოედანი დღეს არის ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც აი ამ ორი პოლიტიკური დიდი ჯგუფისგან არასდროს აპოფილა იქ და არის განსხვავებული და დამოუკიდებელი. და ესეც არის ერთ-ერთი განსხვავებელი ნიშანი თავისუფლების მოედნის და პროფესიონალიზმი და ცოდნა. ჩვენი ლიდერები, ჩვენი წევრები აი ამ გამორჩეული პროფესიონალები და გამორჩეული ცოდნეები საკუთარი საქმის. აი პოლიტიკაში ხშირად ზოგჯერ უბრალოდ შეიძლება ნახოთ ადამიანები, რომელსაც ყველა სხვაგან მერიმარგეს და ეხლა აქ ცდილობენ რაღაც ძალაუფლება მოიპოვონ, რომ მე ამით რაღაც კეთილდღეობა შეიქმნან და აი თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ქართული ოცნების წევრების სიარდინაც ლიდერების, ხო? ვერც მაგას ვერ ნახოთ აი რა დიდი წარმატება ქონია მანამდე, ხო? და აქ არიან ადამიანები, რომელსაც ქონია ძალიან მნიშვნელოვანი პროფესიული წარმატებები წარსულში და ახლაც გააგრძელებენ და უსულოდ იგივე ექნებათ პოლიტიკაში. აი აქ ხო სუპერჯანაში ეს კომენტარი რომ ბევრ თუ პროკორექტული და გაწონასწორებულია ვიდრე პროპაგანდისტური მედიალ და ხო მართლაც ასეა ნამდვილად ამიტომ რაღაც შეზღუდვები აქვს მერმაწყვეტინებს რაღაცა პროცედურო რაღაცების თქვა შეუძლიათ იმან და ამებს ვერ ამბობს კოდში აი ზარავეთ ესე ჩადევი გავაგზავნოთ ნახოთ რა გამოვა ჩვენც პირველია შეგვიძლია გავაგზავნოთ და მე კიდე დავხოცოთ თვითონაც ისწავლეს უკეთ როგორ მოიბოს როლი უკეთესად. თავისუფლების მოედანი არ იბრძვის არანაირი პოლიტიკური სანახაობის მოსაწყობად. პოლიტიკური და სანახაობის იაფასიანი პოპულარობის მოპოვების ბევრი შესაძლებლობა არსებობს და ამისათვის სულაც არ იქნებოდა საჭირო რომ ჩვენ ასეთ თუ ბრძოლაში ჩავთვლილიყავით და ამაში ეგვეღო მონაწილეობა, ხო? ამიტომ თავისუფლების მოედანი იბრძვის არა იმისთვის, რომ რაღაც ვიღაცამ ჩვენ სახელები და ბარები დაიმახსოვროს და რაღაც სანახაობა დაუდგათ. არამედ იმისთვის, რომ ჩვენ დღის წესრიგში შემოვიტანოთ და გადავჭრათ ის პრობლემები ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას აზიან. სხვა ხა რაც ილაპარაკოს ქართულმა ოცნებამ რომ მან ბიურამეს მიაღწია, ჩვენ ვხედავთ რომ დაცარიელებულია ჩვენი ქალაქები და სოფლები. 125,000-მდე ადამიანმა დაპოვა სარეკორდო მაჩვენებელი ჰქონდა დასულ წლებში მიგრაციის. ჩვენ ვხედავთ რომ ასეულობით 1000 ადამიანი არის სოციალურ შემწეობაზე დამოკიდებული ისეთ პატარა ქვეყანაში, როგორიც საქართველო. ვხედავთ რომ სკოლის მოსწავლეების მესამედშია მთელი დღის განმავლობაში სკოლაში. ვხედავთ რამხელა უმშევრობა, რამხელა გაჭირვებაა ქვეყანაში. ხო აი თბილისის ცენტრალურ უბნებს საკონესია გაცდე დაინახავ რა პირობებში ცხოვრობენ ადამიანები. ხო ამიტომაც ის რაზეც ჩვენ საუბრობთ არის სწორედ ეს როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემები და ამიტომ მიგვაჩნია რომ ეს მომდინარეობს ისტორიიდან, პოლიტიკური გარემოდან, გამოცდილებიდან რაც არ დააგროვა მსოფლიო, რომ მოქალაქეების კეთილდღეობას აზიანებს არა სიმართლის თქმა და რეალური პრობლემებზე ლაპარაკი, არამედ ამ პრობლემების სხვაზე დაბრალება, რასაც ქართული ოცნება აკეთებს, ხო? მათ ახლა ნებისმიერ პრობლემაზე რო გითხრა, რომ რის გამო წავიდა ამდენი ადამიანი საზღვარგარეთ, რატომ დატოვა საქართველო, გეტყვია, რომ Deep State გლობალური ომის პარტია და მათი აგენტები საქართველოში. რომ გითხრა, რომ რატომ არის ამდენი ბავშვი მშიერი სკოლაში, გეტყვიან, ჯორჯ სოროსი, Deep State უცხოპლების აგენტები. რატომ არის ორმო რაღაცა მცხეთის გზაზე, გეტყვიან, რომ Deep State. ან მათი მეთოდი ეს არის, მათი ამოცანა სინამდვილეში რა არის? მათი ამოცანა არის, რომ მუდმივად შეინარჩუნონ ძალაუფლება, მუდმივად
და უნდათ კონდეთ ნომა კორუფციულ შემოსავალს. და ამის გამო ისინი ყველაფერს აკეთებენ ეს კონსპირაციების, რომ თვითონ ეს აქციები ხოლო სპექტაკლია და არცეთ რეალურ პრობლემას არ უკავშირდება, ამისთვის არის რეალურად შექმნილი. ხო? თორემ ის ხომ რეალური პრობლემაა, როდესაც დაბლადაგდებულ ახალგაზრდას პოლიციელი სასიკვდილოდ ცემს. ეს რეალური პრობლემაა, ამას უნდა ვილაპარაკოთ და დამნაშავეებმა პასუხი ყველა დამნაშავებმა აბსოლუტურად უნდა აუგოს კანონის წინაშე. და როდესაც ესეთ ქვეყანობა იქნება, მაშინ არავის არ აპეჭილდება პოლიტიკური სპექტაკლების ვითომ მოწყვა. ამ კითხვას უკვე უპასუხე ნაწილობრივ როლ თვითონ დავამატებ იმას, რომ ბავშვ დიალოგისტის თავისუფლების მოედანი ყოველთვის მზად არის, მათ შორის პარტიების მომხრეებთანაც აი აქაც შემიძლია პირდაპირ ეთერში შეთავაზო მათ, რომ შევხვდეთ, აი ბნებოდ სადმე დავთხოვთ რაღაც ადგილი, შევხვდეთ და ვილაპარაკოთ იმაზე, თქვენ როგორ ხედავთ განსავალს იმ სიტუაციიდან, რომელიც არის ამ ქვეყანაში. ალბათ თქვენს გულის სიღრმეში არ ჯერათ, რომ რაღაცა ერთმანეთის განადგურება, ოპოზიციის განადგურება, მედიის განადგურება, ყველას განადგურება, მოსპობა, ქვეყნიდან გაყრა, ციხეში ამოლპობა არის საუკეთესო გამოსავალი ამ ვითარებიდან, ხო? არ ჩვენჯერა რომ ამ ქვეყანაში რაღაც ცვლილებები არ უნდა ხდებოდეს შვიდობიანი გზით. ჩვენჯერა იმის ქვეყანა უნდა ქვეყანაში მართლობა უნდა ირჩეოდეს ხალხის მიერ და ხალხი უნდა წყვეტდეს ვინ უნდა იყოს ხელისუფლების სათავეში და არა ვინმე სხვა, ხო? ამიტომ ეს არის ამ კონსტრუქციულ დიალოგზე როდესაც ვაყარებობ, ჩვენ უნდა გქონდეს კონსტრუქციული გარემო ამ დიალოგისთვის. უნდა გქონდეს ინსტიტუტები, უნდა გქონდეს დემოკრატიული პარლამენტი, უნდა გქონდეს ნორმალური სახელმწიფო გარემოს თაბიღურობა და სწორედ ამისკენ არის მიმართული თავისუფლების მოედანი მეის და ტერიტორიული ეს ბოლოდოინდელი საქმეა. შეკითხვა არის იმაზე, რომ ესეთი რიტორიკა, რომელსაც თითქოს ჩვენ ველელებ ადამიანებს შიშს უნძაფრებს და რაღაცნაირად ახდენს მათ აღელვებას, შეშფოთებას და მე მგონია, რომ არაფერი არ ახდენს იმაზე დიდ ნეგატიურ გავლენას, იმაზე მეტად დამზაფრავს ზედავლენას ადამიანებზე, ვიდრე იმის ნაპო, როგორ ძალადობს პოლიცია საკუთარ მოქალაქეებს. არაფერი არ არის იმაზე ცუდი სანახავი, როდესაც ხედავ უსამართლო სასამართლო როგორ აპატიურებს ადამიანებს და ცლობით უშვებს მათ ციხეში. არაფერი არ არის იმაზე მეტად შემაშფოთებელი, როდესაც ხედავ, რომ სახელმწიფო მოქმედებს ხალხის წინააღმდეგ. აი ალბათ მაგალითად მზე ამაყობელის საქმე, ხო? ანუ ქალმა, რომელსაც პოლიციის უფროსმა აგინა და შეაპუტა და გააწნა სილა ამ ქალს უშვებდა ციხეში დიდი ხნის განმავლობაში, ხოლო ის პოლიციელები, რომლებიც ძირს დაგდებულ გაუნებელ ყოფილ ახალგაზრდას, რომელიც პრაქტიკულად უმოძრაოდ ეგდო, სასიკვდილოდ სცენენ. ხომ აი ეს არის ეს კანონი, რომელთაც ცდილობს ქართული ოცნება, რომ მართოს ჩვენი ქვეყანა და მე მგონი, რომ სწორედ ეს არის ამ ქვეყანაში ადამიანების დაშინების მეთოდი და არა ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ან რომელიმე სხვა ჩვენი თანამოაზრე, როდესაც ვცდილობთ ადამიანები პირიქით გავამხნევოთ, დავაორგანიზოთ, ერთად იყვნენ, გავაძლიეროთ მათი სოლიდარობა და დავეხმაროთ მათ აი ამ საერთო ბრძოლაში, რომ მარტო არ დარჩნენ და პრინციპში აქ იმასაც ვიტყვი, რომ ამის გაკეთების ყველაზე კარგი შესაძლებლობა სწორედ პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებაა, იმიტომ რომ ხოლო პოლიტიკურ პარტიებს შესაძლებელია რომ მარტო არ იყო. შეიძლება სკორთან ერთად იყო, შეიძლება სხვა ადამიანებთან ერთად იყო შენი თანამოაზრე. ამიტომ არა გავსკრების მოედანი არ ცდილობს რომ იყოს რაღაცა ადამიანების შიშერგით მანიპულატორი, ამას როგორც ხედავთ, აკეთებს ქართული ოცნება, რომელიც ხან გლობალური ომის პარტიით გვაშინებს, ხან გვაშინებს deep state-ით, მერე ხვალობად კიდევ რაღაც ახალ სხვა კონსპირაციას მოიგონებს, ჩვენ საუბრობთ იმაზე, შევსაუბროთ რეალურ პრობლემებზე, სიღარიბეზე, უსამართლობაზე, თავისუფლების წარქმნილაზე, ეკონომიკურ უთანასწორობაზე, ქართული ოცნება ლაპარაკობს დიდ ეკონომიკურ ზრდაზე და ამასობაში ქვეყანა ადამიანებისგან დაიცალა. ეს ხალხი ქვეყნიდან იგივე არ ვიდის, რომ რაღაც deep state-ის ეშინია და არ ეს ხალხი ამ ქვეყნიდან იგივე ის რომ არის სიღარიბე, უსამართლობა და პროგრესის აქქორდონი. სწორედ ეს არის ის საკითხები, რაზეც თავისუფლების მოედანი
ვცდილობ გავამახვილო საზოგადოების ყურადღებას. აი ეს ერთი და იგივე შეკითხვა ხელოვნურ ინტელექტსაც მე მგონი უჭირს ცოტა სხვა შეკითხვების დასმა ჩვენ გარშემო ამბობს რომ არ გაქვთ ნათელი პროგრამა და ეს არის პრინციპში ძალიან პრინციპში ეს არის რასაც აკეთებს სინამდვილეში ხო პროპაგანდისტური მედია იმიტომ რომ იქ უნახა თუ აი ოპოზიციამ არ იცის როგორ უნდა მართოს ქვეყანა, არ იცის როგორ უნდა გამოიყვანოს ქვეყანა აუთარებდნენ, არ იცის როგორ შეინარჩუნებს მშვიდობას და ასე შემდეგ. ანუ შიშით მანიპულაცია და დეზინფორმაცია საზოგადოების, მაგრამ ჩვენ კიდევ წინა კითხვაზე პასუხისას თქვი ისიც რომ აი ყველა მნიშვნელოვან საკითხზე რომელიც ამ ქვეყანას აწუხებს, ყველა მნიშვნელოვან საკითხზე რომელიც აწუხებს ჩვენ საზოგადოებას, თავშეკავების მოედანს აქვს ნათელი კონკრეტული და საქმიანი პოლიტიკური გეგმა და ჩვენ ზათოთ ყველასთან ამის განსახილვებლად მაგალითად სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად უახლოეს დღეებში იქნება სწორედ ასეთი დისკუსია იმაზე თუ როგორი თავდაცვის სტრატეგია უნდა გქონდეს ჩვენ ქვეყანას გვექნება კიდევ სხვა თემებზე და ძალიან კარგი იქნება თუ ჩვენი საწინააღმდეგო აზრის თავისუფლების მოედნისგან განსხვავებული ოპოზიციისგან განსხვავებული შეხედულების მქონე ადამიანებს თუ რედე მოისმენ ამას ან მათი პარტიის წარმომადგენლებს თუ მოუწოდებენ იმისკენ რომ ჩაერთონ ისინი დებატებში მოვიდნენ და ილაპარაკო აი ამ კრიზისის გადალახვის გზებზე მაგრამ ისინი აქ უნდა ამას არ დააკეთებენ იმიტომ რომ მათ გარდა იმისა რომ მართლა შეაშინო მართლა დაზაფო საზოგადოება რაღაცა გამონაგონი მითებით სხვა არანაირი ნათელი გეგმა არ გააჩიათ იმიტომ რომ არც აქამდე აქ ქონით აი დაასახელით რაოს დაფიქრდით თქვენ თვითონაც 5 წლის განმავლობაში მაგალითად რა იყო ყველაზე დიდი ეკონომიკური მიღწევა ქართული ოცნებს. ან რა შეიცვალა მნიშვნელოვნად ქვეყანაში სიღარიბესთან დაკავშირებით, ემიგრაციასთან დაკავშირებით, შობადობასთან დაკავშირებით. ჩვენი ერი კლებადობით მიდის, შობადობა მცირდება არც ეგ მნიშვნელოვან საკითხს მაგალითად ჯანდაცვა სოციალური უზრუნველყოფა არც ერთ მნიშვნელოვან საკითხს ქართული ოცნება აუვლის და ამიტომ ამის პასუხად ვცდილობთ რომ ხალხი შეაშინოს აგენტებით, deep state-ით, გლობალური ომის პარტიით, იმისთვის რომ თვითონ არ აგოს არაფერზე პასუხი და სწორედ ამიტომ არ უნდა დემოკრატია, სწორედ ამიტომ არ უნდა ევროპა, იმიტომ რომ ერთის და მეორეს გულისხმობს ანგარიშვალდებულობას, გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი ხელისუფლება ანგარიშვალდებული უნდა იყოს ხალხი და მას უნდა ჩააბაროს ანგარიში და ამის გაბეთება რა თქმა უნდა არ უნდა და სწორედ ამიტომაც ვსკიბობს აი ამ რაღაც ახალი საფრთხობელების შექმნას. აი საერთაშორისო იმიჯზე ქვეყნის უდაბნოვი პროტესტი და პოლიტიკური დაძაბულობა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს აზიანებს. ნუ ამაზე რა შეიძლება ქვეყნის იმის თუ რამე აზიანებს ეს არის ის ძალადობა, უსამართლობა და ის რეგრესი რომელსაც საქართველოს განიცდის. ხო აი მაგალითად ჩვენ ვნახეთ ისტორიული შეთანხმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვაშინგტონში, ხო? ანუ ამხელა რაღაც მოხდა კავკასიაში და საქართველოს ადვილი გამოიძებნა. რატომ მოხდა? ასე მოხდა იმიტომ, რომ ქართულმა ოცნებამ შეგნებულად ამოაგდო საქართველოს აი ამ საერთაშორისო დისკუსიებიდან, საერთაშორისო დღის წესრიგიდან, ევროპული და ამერიკული დღის წესრიგიდან და ჩვენ დავტოვა მარტო არაფერი არ აზიანებს საერთაშორისო იმის ქვეყნისა უფრო მეტად ვიდრე აი ეს დაურჩელი ძალადობა საქართველოს ქალაქებში. ეს კორუფცია რომელიც არსებობს და ის სამარცხვინო განცხადებები რომელთაც ქართული ოცნების ლიდერები და წარმომადგენლები განოდიან. აი რამ შეიძლება დააზარალოს ქვეყნის იმიჯი იმაზე მეტად რაც გულში გააკეთა მაგალითად ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა გორის საკრებულოს თავმჯდომარემ. როდესაც განაცხადა რომ თურმე რუსი სამშვიდობოების შემოსვლა გორში იყო მშვიდობის მოყოფედო. აი ამაზე მეტად ვერანი და ვერაფერი ვერ დააზარალებს საქართველოს. ამიტომ კიდევ ერთხელ ამ მრჩევლება მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ რომ აი ეს შიშის პროპაგანდა არის მიმართული მხოლოდ იმისაკენ რომ ქართული ოცნების უნარობა და სურვილის არ ქონა, პოლიტიკური ნების არ ქონა მართოს ეს ქვეყანა წესიერად, ანგარიშვალდებულად, გამჭვირვალედ და დემოკრატიულად დააბრალოს სხვას. ეს პრობლემას ვერ აგვარებს, ამიტომ ყველგან უნდა იპოვოს სხვაგან განტელების ვაცი
და რაღაც ახალი საფრთხობები. ამიტომ ამ პოდკასტის მიზანი და ამით დავასრულეთ 11 შეკითხვას გავეცი პასუხი. სწორედ ის არის, რომ ჩვენ რაღაცნაირად მივაწვდით ერთმანეთს ხმა. მცირე ტექნიკურმა ხარვეზმა შეგვიშალა ხელი ინტერნეტის მოვლენილმა არასტაბილურობამ, მაგრამ არა უშავს. კიდე გავაკეთებ თუ საინტერესო იქნება, შევეცდებით ეს ინტერაქტივით რაღაცნაირად დავატრენინგოთ ისე რომ კიდევ უფრო საინტერესო გახდეს ჩვენი დისკუსია, კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდეს და ბარემ აქედან რომ მიმართავ აი ამ პროპაგანდისტული მედიის წარმომადგენლებს რომ ნუ გეშინიათ, შეგიძლიათ დაპატიჟოთ პირდაპირ ეთერში, მე რედაქტორი პირადად სიამოვნებით მოვალ და თუ იქნება გარემო რომ ვისაუბროთ, რეალურად ვისაუბროთ იმაზე თუ როგორ უნდა მოგვარდეს ამ ქვეყანაში არსებული პრობლემები, მე პირადად ყოველთვის მზადვა ნებისმიერ პენდანტთან დაჯდობისთვის და საუბრისთვის, ისე როგორც დებატისთვის ქართული ოცნების ლიდერებთან. ესე რომ დიდი მადლობა ვის უყურებდით, კიდევ ერთხელ დიდი ბოდიში ტექნიკური ხარვეზისთვის, მომავალ შეხვედრამდე, მაგრად.